მშობელიც და შვილიც სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში რომ იღებდნენ მონაწილეობას, მაგალითად მიდიოდნენ მაღაზიის დასაყაჩაღებლად. იდენტურად ორივეს მიეკუთვნება სასჯელი. აქციებზე დგომის გამო ქართული ოცნება სკოლის მოსწავლეებსაც დასჯის. არასრულწლოვანი, რომელიც დემონსტრაციებში მონაწილეობას მიიღებს, დაჯარიმდება, ან 1 წლის განმავლობაში საზოგადოების სასარგებლო შრომას სასჯელის სახით გასწევს. ერთწლიან უწყვეტ პროტესტში არაერთი მშობელი საკუთარ შვილებთან ერთად გამოდიოდა. ახლა მშობლებს ციხეში გაუშვებენ, შვილებს კი დააჯარიმებენ ან 1 წლის განმავლობაში გამოსასწორებელ სამუშაოებს შეასრულებინებენ. თუ ერთ შემთხვევაში კანონის წინაშე მშობელიც და შვილიც თუნდაც ერთად ანხორციელებდნენ ამ საქმეს, ორივე პასუხისმგებელი არის, იდენტურად იქნება სახელმწიფო გადატრიალების, არალეგალურ და ანტისახელმწიფოებრივ აქციაში მონაწილეობის და სხვადასხვა კანონდარღვევების შემთხვევაში. ჯენზი თაობა ქართული საპროტესტო აქციების სათავეში არაერთხელ აღმოჩნდა. ასე იყო რუსული კანონის დროს. არ დაიშალნენ არც მაშინ, როცა სპეცრაზმი სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა. აქციებზე კითხულობდნენ წიგნებს და მეცადინეობდნენ გამოცდებისთვის. ახლა ეს თაობა ქართული ოცნების განსაკუთრებული სამიზნეა. ზოგადად ის კანონპროექტები, რომელიც ჩვენი მხრიდან არის შემოთავაზებული, მათ შორის ემსახურება იმას, რომ ყველა არასრულწლოვნის და არამხოლოდ არასრულწლოვნის უფლებები იყოს დაცული. არავის არ აქვს უფლება, ეხლაც აკრძალულია არასრულწლოვნების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და მით უმეტეს, როდესაც რადიკალიზაციაში იყენებენ არასრულწლოვნებს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყოს რეგულირებული. გარკვეული დათქმები და გარკვეული შეღავათები რა თქმა უნდა იქნება არასრულწლოვნების მიმართ, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ კანონი არ იმოქმედებს და ვინმეს ექნება გამონაკლისი მხოლოდ და მხოლოდ ან პროფესიის გამო, ან რაღაც ასაკის გამო, ან ასე შემდეგ. დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა კანონი, რომელიც აქციის მონაწილეებს ნიღბის ტარებისთვის 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციელის მოწოდების დაუმორჩილებლობა კი 60 დღით ან 1 წლით პატიმრობას გულისხმობს. კანონდარღვევის ყველა მორიგ შემთხვევაში პატიმრობის ვადა 2 წლამდე იზრდება. თქვენ რომელი ქვეყანა გინახავთ, რომ ქვეყნის ცენტრალური გამზირი ჰქონდეს 50 კაცს დაკავებული და გადაკეტილი და ამით უქმნიდეს ქალაქს ძალიან დიდ დისკომფორტს. 2 დღეში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს წესით მიხეილ ყაველაშვილის ხელს დაჩქარებულად მოაწერს და მომდევნო კვირიდან ამ ახალი კანონით ეცდება ივანიშვილის პარტია საპროტესტო მუხტის ჩახშობას.